თავი მეორე. ვისაც სურს შესაწირავი შესწიროს ზღუნად უფალს, გამტკიცული ფქვილი იყოს მისი შესაწირავი. ზეთი დაასხას ზედა საკმეველი დადოს. მიუტანოს აარონიან მღვდლებს. ერთ-ერთმა მღვდელმა სავსე მუჭით აიღო ზეთიანი ფქვილი საკმეველთან ერთად და დაწვა სამსხვერპლოზე სამახსოვროდ. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი კეთილსურნელებად უფლისათვის. რაც ამ შესაწირავს მურჩება აარონსა და მიშვილებს ეკუთვნის. ეს წმიდათა წმიდა უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. თუ ღუმელში გამომცხვარ შესწირავ ზღვნად, გამტკიცული ფქვილისგან იყოს ნამცხრები. უსაფუარო, ზეთში აზელილი და კვერები უსაფუარო და ზედნაცხები. თუ შენი შესაწირავი ტაფაზია გამომცხვარი, ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილიდან უსაფუარო უნდა იყოს. დააკუცმაცე იგი და ზეთი მოასხი ზედ. ეს არის საწყნო შესაწირავი. თუ მაყალიდან არის შენი საწყნო შესაწირავი, ზეთიანი გამტკიცული ფქვილისგან უნდა იყოს მომზადებული. და მიართო ამგვარად მომზადებული საწყნო უფალს. მიუტანე მღვდელს და ის შესწირავს მას სამსხვერპლოზე. აღმართოს მღვდელმა საწყნო სამახსოვრო და სამსხვერპლოზე დაწვას. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის. რაც საწყნოს გადარჩება აარონს და მიშვილებს ეკუთვნის. ეს წმიდათა წმიდა უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. არც ერთი საწყნო, რომელიც უფალს გინდა შესწირო, საფუარით არ უნდა იყოს მომზადებული, რადგან არც საფუარი, არც თაფლი არ უნდა დაიწვას საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის. როგორც პირველ ნაყოფთა შესაწირავი, ისე შესწირე უფალს და სამსხვერპლოზე არაიტანო კეთილსურნელებად. ყოველი საწყნო მარილით დაამარილე და არ დასტოვო საწყნო შენი ღვთის მარილის გარეშე. ყოველ შესაწირავზე მიიტანე მარილი. თუ პირველ მოწეული ნაყოფებიდან შესწირავ უფალს საწყნოს, ცეცხლზე მოხალული თავთავი და ღერღელი შესწირე, შენი პირველ მოწეული ნაყოფებისგან. დაღვარე ზეთი და ზეთ საკმეველი დადევი. ეს არის საწყნო შესაწირავი. დაწვას მღვდელმა სამახსოვროდ დაღერღილი და ზეთიანი მარცვლები მთელი საკმეველი თურთ. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის.